ანტიქრისტეს ბეჭედია თუ არ არის რელიგიური კუთხითაც რომ არ ვისაუბროთ სარჩული საერთოდ რელიგიურ გამოვაცალოთ ჩვენ გვაქვს უფლება სამოქალაქო კუთხით ჩვენი უფლებების დაცვა ჩვენ გვჭირდება მაიდენტიფიცირებელი საბუთი ჩვენ უარს ვამბობთ ზედმეტ ელექტრონულ სერვისებზე მომცენ ჩაულებრივი საბუთი რომელიც ჩემს პირადობას დაადასტურებს წულუკიას ერთადერთი არგუმენტი ის აქვს რომ ეს არის დამატებითი სერვისების შესაძლებლობა რომელიც ჩიპი რომელიც არის საბუთში ასმულ და მე თუ არ მჭირდება ის სერვისი რატომ აიძულებენ რომ საცდურივით ეს ჩიპი იყოს იმაში არ მინდა მე მინდა ჩაულებრივი საბუთი და კონსტიტუციაზე დაყნობით მაქვს უფლება არ მჭირდება ის არის ძვირადღირებული რატო ყრიან იმდენ ფულს არ მინდა იმ სერვისებს არ გამოვიყენებ და მომცენ ჩაულებრივი საბუთი რომ ჩემს სამშობლოში არ ვიყო რასაკვირველი არ ვიყო დევნილი აი ეს მჭირდება და მაქვს სრული უფლება რელიგიური კუთხითაც რომ არ ვისაუბრო რომ ეს საბუთი მოვითხოვია. ნიშანდობრივ რამეზე გაამახვილა ქალბატონმა. ყურადღება ევროპაში. ძალიან ბევრი 17 ქვეყანაში არის ალტერნატივა. ადამიანს თუ არ უნდა ესეთი ინგლისში საერთოდ დაბეჭდილი გადაყარეს ეს საბუთი. ხო ეს ხომ ევროპა ბატონო ლევან ეს ევროპისკენ მივისწრებს ქალბატონო ირმა თუ LGBT საზოგადოებას ეხება მაშინ ევროპაა. კეთილი მოდით თუ ესეთ საკითხებს ეხება მაშინ უცებ აზიატები ხდებიან. გადაცემა დასწრებს არა ჯუნგლები ხდებიან. ჩემო ძვირფასო ტელემაყურებლებო და რადიო მსმენელებო კიდევ ერთხელ ვამბობ სრულიად საქართველოს უსამძიმრება ამ საშინელ ტრაგედიას რაც ჩვენ თავს დაგვატყდა უფალ მაინებოს რომ ეს განსაცდელი დასრულებული იყოს და დღის შემდეგ მაინც რაღაც შესაწირავი შეწირულია სამწუხაროდ და რაღაცნაირად რწმენით და იმედით და ვთქვათ უფლის კალთა და მადლი არ მოკლებოდეს თითოეულ ჩვენთაგანს. მოკლედ დღეს ჩვენი გადაცემა დასრულდა. გადაცემის ავტორი და წამყვანი ირმა ჯანგირაშვილი ჩემს სტუმრებთან ერთად გემშვიდობებით დღევანდელი ჩვენი სტუმრები კიდევ ერთხელ მინდა წარმოგიდგენთ ბატონი ლევან ჩიჩუა, ქალბატონი ხათუნა საგინაშვილი, ბატონი კახაბერ კაკაბაძე და ლაშა ყამარაული. დიდი მადლობა რომ იყავით ჩვენთან დღეს პირდაპირ ეთერში მადლობა თქვენი მოსაზრებისთვის გემშვიდობებით მომავალ შაბათამდე ჩემო ძვირფასო ტელემაყურებლებო კარგად